ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2021 წლის პირველი ვარიანტია ამოცანა ნომერი 51. იდეალური აირი ასრულებს 1-2-3-1 პროცესს, V1 და P1 მოცულობა და წნევაა პირველ მდგომარეობაშიო. ამ იდეალური აირის შინაგანი ენერგია განისაზღვრებაო შემდეგი ფორმულითო. შინაგანი ენერგია ტოლი არის 3/2 წნევისა და მოცულობის ნამრავლის და პირველი ასეთი კითხვა გვაქვს და ვიპოვოთ ორ და პირველ მდგომარეობაში აბსოლუტური ტემპერატურების შეფარდება. კარგით, მოდით ახლა პირველ რიგში გავიხსენოთ კლაპეირონ-მენდელეევის იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება, PV უდრის ნიუ-RT-ს. ჩვენ ტოტალობის ორივე მხარეს გავყოფთ T-ზე, მივიღებთ, რომ PV-ს ფარდობა T-სთან უდრის ნიუ-R-ს. იმის გათვალისწინებით, რომ ნივთიერების რაოდენობას და უნივერსალური მუდმივებია, მათი ნამრავლიც მუდმივი იქნება, ეს უდრის კონსტანტას. და თუმთლიანი პროცესის განმავლობაში ეს სამი თერმოდინამიკური მაკროპარამეტრი კერძოდ წნევისა და მოცულობის ნამრავლი და მის ფარდობა ტემპერატურასთან მუდმივია, მაშინ ეს ფარდობა მუდმივი იქნება ტოლი იქნება პირველი მდგომარეობასა და მეორე მდგომარეობებში P2, V2, T2-თან. და აქედან მოდით ახლა უბრალოდ ჩვენ რასაც გვეკითხებიან ის განსაზღვროთ, ხო? აქედან T2-ის ფარდობა T1-თან, ტოლი იქნება P2-ის ფარდობა, P2, V2-ის ფარდობა, P1, V1-თან. ეს ტოლი იქნება. P2 მდგომარეობაში შევხედოთ P2-ში რამდენია, P2-ში არის, როგორც ხედავთ, თითო ერთეულის ფასი არის P1 და აი ეს იქნება 4P1, ხო? და აი ეს იქნება 4V1. დავაწეროთ ყოველი შემთხვევისთვის. ესე იგი P2-ში არის 4P1, გამრავლდება V2-ში არის 4V1 შეფარდებული P1 V1-თან. P1-ის და პირველ მდგომარეობაში წნევაც და მოცულობაც P1 და V1-ია. P1 V1-ზე გაიყოფა, ესენი შევეკვეცება ახლა და ვიღებთ 16-ს. შესაბამისად, პირველში რომ დავწეროთ ახლა ჩვენ პასუხი რაც მივიღეთ, გამოგვდის რომ ტემპერატურების შეფარდება მეორე და პირველ მდგომარეობაში ტოლი ყოფილა 16-ის. ახლა მოდით გადავიდეთ მეორეზე, მეორეში რას ვეკითხებიან, შევხედოთ. მეორეში ვეკითხებიან, უნდა ვიპოვოთ 2-3 პროცესში აირის მიერ გაცემული სითბოს რაოდენობა. მოდით ამისთვის ჩავწეროთ თერმოდინამიკის პირველი კანონი, რომლის თანახმად აირის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა შეიძლება მოხმარდეს შინაგანი ენერგიის ცვლილებას, ან აირის მიერ შესრულებულ მუშაობას, ან ორივეს ერთად, ხო? ახლა რა იქნება 2-3 პროცესში, 2-3 პროცესში მუშაობა. თუ დავაკვირდებით, ეს ტოლი არის განმარტებით საშუალო წნევისა და მოცულობის ცვლილების ნამრავლის, თუმცა მოცულობის ცვლილება 2-3 პროცესში არის V3 მინუს V1, მაგრამ V3-ის და V3 მინუს V2, ხო? თუმცა მესამე მდგომარეობაშიც და მეორე მდგომარეობაშიც როგორც ვხედავთ, მოცულობა არის 4V1 და 4V1-ს 4V1 გამოვაკლდება და ამას რო ავიღებთ, მივიღებთ, რომ მოცულობის ცვლილება არ გვაქვს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ შემთხვევაში პროცესი არის იზოქორული და იზოქორული პროცესისგან ზოგადად დასკვნას შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ აირის მიერ შესრულებული მუშაობა ტოლი არის ნულის. ეს ასე უნდა იყოს, რადგანაც ამ შემთხვევაში აირი არც იგმშება და არც ფართოვდება და მუშაობა რაღაც უნდა შეასრულოს, ხო? შესაბამისად, 2-3 პროცესში ეს გამოგვდის ნული, ხო? შესაბამისად, ეს ტოლი იქნება დელტა U რაღა იქნება აქედან დელტა U იქნება 2-3 პროცესში გაინტერესებს, მოდი ინდექსების დავწეროთ ასე. U3 მინუს U2. და აგერ ფორმულა გვაქვს. ახლა U3 აი ამ ფორმულიდან იქნება 3/2 P3V3. ესე იგი ეს ტოლი იქნება 3/2 P3V3 მინუს 3/2 აქვს ორივე შესაკრებს და 3/2 ჭრილებს გავიტანოთ, არაფერი დაშავდება მაგით. ამას კიდე დავმოკლდე U2, ესე იგი P2 V2 გვიქნება, ხო აქ ასე? ეს ტოლი იქნება 3/2. ახლა შევხედოთ P3-ში რამდენია? P3-ში არის P1. V3-ში რამდენია? V3-ში არის 4V1. ამას მინუს P2-ში, შევხედოთ P2-ში 4V1-ია. და V2-ში არის 4V1. 4P1 რო გამოვაკლებთ კიდე 4P1 რო კიდე გამოვაკლებთ 16 P1 მივიღებთ მინუს 12 P1. ორზეც რო გაიყოფა, ესე იგი დავწეროთ ახლა რამდენი იმას კი დავწერთ თქვი ამასობაში. ეს მრავლდება კიდე მინუს 12 P1 V1-ზე.
ესენი იკვეცება, აქ ჯება -6 და 3 ჯერ -6 არის -18. ეს უდრის -18 P1 V1. ეს არის მიღებული სითბოს რაოდენობა. ანუ ამ ჩვენმა აირმა მიიღო -18 P1 V1 სითბო. თუმცა ჩვენ გვეკითხებიან გაცემული სითბოს რაოდენობას. ამიტომ უბრალოდ აქ ნიშანს თუ შევცვლით, თუ მიიღო -18 P1 V1, გაუციეთ 18 P1 V1. მაშინ იქნება პასუხი, დავწეროთ მეორეში, რაც გვექნება. ესე იგი Q თან ინდექსებით დავწეროთ, რომელ Q-ზეა ხო ლაპარაკი. Q-სა 2-3-ში ვართ. არის 18 P1 V1. კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ ნიშანის ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ჩვენ გვეკითხებიან გაცემული სითბოს რაოდენობას და არა მიღებულს. მიღებულს კითხავდნენ, აგერ დავწერდით აი ამას. თავისი ნიშნის გათვალისწინებითაც, კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. ეხლა ნახოთ მესამეში რა ხდება. მესამე იპოვეთ 3 პროცესში აირის მიერ გაცემული სითბოს რაოდენობა. ეხლა Q-ს მესამე. Q-ს გვეკითხებიან ეხლა 3-1-ში. ეს ტოლია. დელტა U იქნება 3-1-ში დამატებული თერმოდინამიკის პირველი კანონი აქაც 3-1-ში. ეს იქნება U3 minus U1, არა, გვაცრავოთ. U1 minus U3, ხო? U1 ენერგიის ცვლილება საბოლოოს აკლდება საწყისი. U1 minus U3 იქნება. ამას კიდე დაემატება და მოდი აი გამოვთვალოთ A3-1-ში ეს ტოლი არის. A3-1-ში ტოლი იქნება P საშუალო დელტა V3-1-ში ეს ტოლი იქნება. P საშუალო არის P1 პლუს P2, P1-შიც და P3-შიც. P1-ის ტოლია 2 P1-ს მივიღებთ, ანუ დავწეროთ, მოდით P1 პლუს P3-ში, ანუ ისევ P1-ია. კიდე გაიყოფა 2-ზე და P1 პლუს P1 არის 2 P1 და კიდე 2-ზე რო გაიყოფა, ეგრევე P1 ვრჩება. ნუ შეგვიძლია პირდაპირ მუდმივის დაგვეწევა, მაგრამ არა უშავს დავწეროთ ესე. და დელტა V რა იქნება? V1 საბოლოოს მინუს 4V1. 4V1. ეს უდრის რა მივიღეთ, ესე იგი V1 მინუს 4V1 არის მინუს 3V1, ესე იგი მინუს 3 P1V1 მივიღეთ. ნუ შეგვიძლია უბრალოდ აი მართკუთხედის ფართობი დაგვეთვალა. სიმაღლე არის P1 და სიგანე 3V1, ანუ 3P1V1 არის ფართობი და ნიშანისაც მინუს გავითვალისწინებდით, ხო? კი ბატონო, ეს გამოწვეულია ნიშანი მინუსი გამოწვეული არის იქიდან, რომ ამ შემთხვევაში მოცულობა იყო V1 და მერე მცირდება. ანუ მოცულობა მცირდება, შესაბამისად აირის მიერ შესრულებული მუშაობა ამ შემთხვევაში უარყოფით გამოდის. კი ბატონო, ესე იგი ეს შედეგი მივიღეთ. ნუ ისე ჯობია ამ ფორმულით დავიმახსოვროთ ხოლმე და პირდაპირ შევწეროთ ხოლმე, მაგრამ ნუ ფართობითაც შეიძლება რა თქმა უნდა გამოვთვალოთ. კი ბატონო, ესე იგი ამას კიდე უნდა ჩვენ გამოვაკლოთ, ესე იგი 3P1V1, ეს ტოლი იქნება. U1 რა იქნება ახლა? 3 მეორედი გავიტანოთ, ორი შესაკრები გვაქვს. U1 იქნება P1V1, აი ამ ფორმულაში ვწვავთ, ხო? და კიდე გამოვაკლდება P3V3. P3V3 minus 3P1V1, ეს უდრის 3 მეორედი ჯერ P1-ში და P1-შიც და V1-შიც P1V1-ია, P1V1 ექნება minus P3V3-ში რა იყო? P3V3-ში P3-ში არის P1 ჯერ V3 არის 4V1. 4V1. და მას კიდე აი ეს გამოვაკლოთ კიდე minus 3P1V1 ვიღებთ, ეს უდრის რა გამოდის, ესე იგი P1V1 minus 4P1V1 არის მამდენი არის minus 3, ხო? minus 3P1V1. კიდე 3-ზე რო გამრავლდება, minus 9-ს მივიღებთ, minus 9-ს რო 2-ზე გავყურთ, minus 4.5P1V1. კიდე გამოვაკლდა 3P1V1, ხო? ეს ტოლი იქნება minus 7.5, არა, ხო, ვარ გვეშლება რა, არა, ვერ გვეშლება, minus 7.5P1V1 გამოგვივიდა. კი ბატონო, დავწეროთ შინ, მესამეში რა ქონია პასუხი? მესამეში ჩვენი პასუხი გამოგვივიდა Q3-1-ში ტოლი ყოფილა minus 7.5. არა, აქაც უკითხებიან, მესამეში იპოვეთ 3 პროცესში არის მიერ გაცემული სითბოს რაოდენობა. ხო, აქაც არ შეგვეშალოს, ხო? ეს მიღებული სითბოს რაოდენობაა.
ამიტომ აქაც პლუს ნიშანს გავითვალისწინებთ. 7.5 P1 V1 იქნება. ასე. გადავიდეთ ახლა მეოთხეზე, ხო? მეოთხე ნახოთ. აი დავტები მედია, გერ. მეოთხე. მეოთხე იპოვეთ 1 2 3 ერთ პროცესში აი ეს მიერ შესრულებული მუშაობა. ხო, ესე იგი, მუშაობა რა იქნება? მუშაობა 1 2 3 ერთ პროცესში თორე იქნება მუშაობის A1 2 პროცეს პლუს მუშაობა 2 3 პროცესში, მუშაობა 3 1 პროცესში. ეს უდრის 2 3 პროცესში ხო ნახეთ იზოქორული იყო ეს ნულია. ეს უდრის A1 2-ში, A1 2-ში იქნება P. ეს უდრის P საშუალო, ხო? აი ამ მუშაობას წერთ. P საშუალო დელტა V 1 2-ში დამატებული A3 ერთში ხო გამოთვლილი გვაქვს. სადა გვაქვს გამოთვლილი? აგერა გვაქვს ხო გამოთვლილი A3 ერთში. ანუ კიდე გამოვაკდება 3 P1 V1, ხო? ეს ტოლი იქნება, ნახოთ რის ტოლი იქნება. ეს ტოლი იქნება რისი? P საშუალო არის P1 2-ში, 1 2-ში არის, ესე იგი P1 პლუს P2-ის ნახევარი გამრავლებული დელტა მოცულობის ცვლილება 1 2-ში იქნება V2-ს, დავწეროთ V2-ს მინუს V1 მინუს 3 P1 V1, ეს უდრის რის ტოლი იქნება ახლა ეს ნახოთ. ეს ტოლი იქნება P1-ში არის P1 დამატებული P2-ში არის 4 P1, ხო, აგეთ 4 P1 ნამდვილად. გაიყოფა 2-ზე, კიდე გამრავლდება ეს V2-ს მინუს V1. V2-ში არის 4 V1, კიდე გამოვაკდება V1, ანუ 3 V1 გამოგვდის, ხო? 3 V1. მინუს ამას კიდე 3 P1 V1 და ეს ტოლი გამოგვდის, რამდენი გამოგვდის? ესე იგი P1 პლუს 4 P1 არის 5 P1. 5 P1. 5 ჯერ ეს 3 15 P1 V1-ია, კიდე 2-ზე რო გაიყოფა 7.5-ია და 7.5-ს თუ გამოვაკლებთ 3-ს, მივიღებთ 4.5 P1 V1-ს. შესაბამისად მეოთხეში მუშაობა 1 2 3 1-ში ყოფილა 4.5 P1 V1. თუმცა ეს ამდენი არ გვეწერა. რადგანაც ციკლი ჩაკეტილი არის, ციკლი მიმდინარეობს საათის სისტემის მიმართულებით, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ აი ამის ფართობი დაგვეთვალა და მივიღებდით ზუსტად იგივე შედეგს. ხო, სიგრძე არის 3, 3 ჯერ 3-ის ნახევარი, ხო? 9-ის ნახევარი, ესე იგი 4.5 გამოგვდის აი ამის ფართობი. შესაბამისად 4.5 P1 V1 იქნება. ოღონდ კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ ის ფაქტი. ეს იმ შემთხვევაში თუ ციკლი არის საათის სისტემის მიმართულებით, თუ პირიქით იქნება, მოგვიწევს უარყოფითი ნიშნის გათვალისწინებაც. კარგით, ესე იგი მეოთხეც გამოვითვალეთ და დავწეროთ ახლა მეხუთე სად დავწერო? აი, მოვეცადო დავტვი ამას ავშლი, იმედია საღარ დაგჭირდება, არას გეკითხებიან. მოვეთ 1 2 პროცესში არის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობაო. აჰა, ესე იგი ჩვენ გეკითხებიან Q-ს აქაც 1 2 პროცესში ეს იქნება დელტა U 1 2-ში პლუს მუშაობა 1 2-ში. ხო? მუშაობა 1 2-ში. ეს ტოლი იქნება U2-ს მინუს U1 დამატებული მუშაობა 1 2-ში ხო გამოვითვალეთ, ხო? აი აქედან დავიწყეთ. აი ეს იყო, ხო? აი ეს სიდიდე. სად არის? აი ეს სიდიდე არის მუშაობა 1 2-ში, რომელიც გამოგვივიდა 5 ჯერ 3-ის ნახევარი. ეს გამოგვდის 15 მე 7.5 P1 V1 გამოგვივიდა, ხო? 7.5 P1 V1. აი ამ გამოსახულებაზეა საუბარი. ნამდვილად მასეა. ეს ტოლი იქნება ესე იგი U2 არის იქნება 3 მეორედი. U2-ში U2 უნდა დავწეროთ, ესე იგი P2 V2 მინუს P1 V1 გვექნება, აი ამ ფორმულას ვიყენებთ, ხო? ამას კიდე დაემატება 7.5 P1 V1. ეს ტოლი იქნება P2 V2 რამდენია? P2 V2. P2 V2. ხო, P2 V2, აი შევხედოთ. P2 V2-ში არის 4 P1 და V2-ში არის 4 V1. 4 P1 ჯერ 4 V1 გამოგვივა ჩვენ 3 მეორედჯერ 16, ხო? 16 P1 V1 გამოგვდის. ამას კიდე აკლდება P1 V1. და ემატება 7.5 P1 V1. რაღაცა ვეღარ ავტევ, მაგრამ უნდა დავტიო რამენაირად. კი ბატონო, ეს ტოლი იქნება 16 P1 V1-ს რო გამოვაკლდება
16 ვერტს რო გამოვაკდება P1 მივიღებთ ჩვენ 15 P1-ს 15 ჯერ 3 არის 45, 45-ს თუ 2-ზე გავყოთ 22.5, 22.5-ს კიდე რო 7.5 დაემატება, არ შეგვეშალოს, უნდა იყოს 30, ხო? 22.5-ს თუ დავამატებთ 7.5-ს, კი ბატონო, ნამდვილად 30-ია, 30 P1 V1 გამოგვდის. მიღებული სითბოს რაოდენობა ამ შემთხვევაში სწორად წერთ ნამდვილად, ესე იგი მეხუთეში Q1 2-ში და ყოფილა 30, ხო? 30 P1 V1-ის. კი ბატონო.